და რა თქმა უნდა. პორტალ Mezz Gorge's აი ამ მისამართს ავკრიფავთ სამი სამართო ველში და შევდივართ ელექტრონული პოსტის საშუალებით. ჩავწერთ პაროლს. Student Gorge-ი რომ თავდება, ხო? მოცემულ ფანჯრიდან გადავდივართ Flow-ზე. აქაც შესაბამისად ვწერთ ჩვენს უკვე Flow-ს მომხმარებლის სახელს და პაროლს და შევდივართ უკვე Flow-ში. იმისათვის რომ დავწეროთ განცხადება, მარცხენა მხარეს ვაწყაპუნებთ აი ამ შექმნაზე, დოკუმენტები და ვეძებთ განცხადება. აი ბატონო გამოვიდა განცხადება. თემაში დავწერეთ შესაბამისად თემის სათაური, რას ეხება ეს განცხადება და განცხადების ტექსტის დასაფორმატებლად ვიყენებთ აი ამ ინსტრუმენტებს. თუ გვინდა მარცხენა კიდის მარჯვენა კიდეში განათავსოთ წარწერა, შესაბამისად ჩავწერთ გამოვნიშნავთ აი ამ ღილაკს, ხო? იწერება ბატონო როგორც ხედავთ მარცხენა კუთხეში. თუ მინდა ცენტრში დავწერო სიტყვა, შესაბამისად ცენტრში მოვნიშნავ და თელს ორივე კიდის მიმართ უკვე შესაბამისად მოინიშნება აი ეს ღილაკი. შემდეგ ხდება სიმბოლოების გამუქება, როგორც ხედავთ, დახრა, ხაზის გასმა, თუ მინდა ბულიტებით გადავნომრო რაიმე სია მონაცემები, ასევე გადავნომრო ციფრებით, რიცხვებით, შეგიძლიათ შესაბამისი აი ეს ღილაკი მონიშნოთ. როდესაც დავასრულებთ ტექსტის დაწერას, შემდეგ მოვნიშნავთ მარჯვენა მხარეს მიმართულებაში შიდა დოკუმენტი და მიბმული ფაილები. მიბმულ ფაილებში უნდა ავტვირთოთ აი ამ დამატებაზე ღილაკის დაწყაპუნებით, უნდა ავტვირთოთ ის ფაილები, ის დოკუმენტები, რისი მიბმაც გსურთ. ჩვენ შემთხვევაში, რადგანაც დავუშვათ ექსკურსიაზე თუ გვინდა მოსწავლეების წაყვანა, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სკოლის დოკუმენტები, ხომ? ეს წინასწარ უნდა გქონდეთ აკრეფილი თქვენს კომპიუტერში, უბრალოდ მონიშნავთ იმ დოკუმენტს, open ბრძანებას ეუბნებით და ესე მიებნება ის ფაილი. თუ შეცდომით მოგიხდათ ფაილის აკრეფვა, რა ქვია, დამატება, შეგიძლიათ წაშალოთ აი ამ წითელი ღილაკით, აი ასე. და თავიდან ატვირთოთ, მონიშნოთ და მოძებნოთ ის სასურველი თქვენი დოკუმენტი. ბოლოს ვეუბნებით ადრესატი, ანუ ვის უგზავნით ამ განცხადებას ჩვენ შემთხვევაში და მიაქციეთ ყურადღება, თუ აქ აი ამ ველში არ არის ის პიროვნება, ვისაც ვუგზავნით ამ განცხადებას, ჩვენ ვუგზავნით საქმის წარმოებელს ყოველთვის, ხომ? მონიშნავ საქმის წარმოებელი, თუ არის აქ გამოჩენილი თუ არის. თუ არა და მაშინ შედიხართ თანამშრომლებში, თანამშრომლებს რომ დააწყაპუნებთ, გამოდის თბილისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, პლუს ღილაკთან აწყაპუნებთ, გამოდის რაიონების რესურს ცენტრები, მოძებნეთ გლდანი ნაძალადევის საჯარო სკოლებს მოვძებნით და შემდეგ უკვე უშუალოდ ჩვენი მე-11 საჯარო სკოლა და აი აქ გამოჩნდება ის პედაგოგები, ის თანამშრომლები, ვინც ასწავლის ბატონო მთელი პედკოლექტივი არის აი ამ ველში მოცემული. ჩვენ შემთხვევაში საქმის წარმოებელი გვჭირდება, ამიტომ მოვნიშნეთ საქმის წარმოებელი და როგორც ხედავთ, გადმოვიდა არჩეული პიროვნება აი ამ მარჯვენა მხარეს. თუ შემთხვევით მოგენიშნათ სიტყვაზე გლდანი ნაძალადების რესურს ცენტრი, რა თქმა უნდა წაიშალოს ეს მიმაგრებული წარწერა, იმიტომ რომ თელს განათლების რაიონის რესურს ცენტრს გადაუგზავნით ამ შემთხვევაში. ამიტომ აი ამ წითელი ღილაკით აი ასე დაწყაპუნებით წაშლით ხოლმე. კარგით, ავირჩიეთ საქმის წარმოებელი და ვეუბნებით ბრძანებით ვადასტურებთ არჩევა მიბმას და მიება ჩვენი საქმის წარმოებელი. თუ იმ დღეს არ გინდათ ფაილის გაგზავნა ან დასასრულებელი გაქვთ, შეგიძლიათ შეინახოთ როგორც დრაფტი, ღილაკით, როგორც დრაფტი, რომ წერია აი ამ ადგილას, ხო? გამოდის ფანჯარა, სადაც ეუბნებით დახურვა და თქვენი ეს განცხადება შეინახება დრაფტში. დრაფტიდან შეგიძლიათ დააწყაპუნოთ, გახსნათ, დააწყაპუნებით და თუ დაასრულეთ და ფიქრობთ, რომ უკვე გასაგზავნით თქვენი განცხადება, შეგიძლიათ ღილაკით შენახვა და გაგზავნაზე დააწყაპუნოთ, აი აქ არის ეს ბრძანება და გააგზავნით ადრესატამდე.
ხელმოწერის ღილაკი გამოჩნდება, ჩანს ხოლმე ხანდახან, ხაზგასმული არის ხოლმე, ლურჯი ხაზგასმით არის, შეგვიძლიათ იქ დააწყაპუნოთ ხელმოწერაზე, თუ გამოვა იმ შემთხვევაში, თუ არა და ჩვეულებრივად ჩათვალეთ, რომ გაიგზავნა თქვენი წერილი. გაგზავნილების ნავიგაციაში გამოჩნდება ის თქვენი გაგზავნილი ფაილები. თუ წაშლა გინდათ ამ ფაილის, თქვენ შეგიძლიათ დრაფტში შენახული დოკუმენტის წაშლა, სხვა შემთხვევაში ვეღარ წაშლით. აი აქ არის ღილაკი, გააქტიურებულია წაშლა და ამით შეგიძლიათ ეს შენახული დრაფტში შენახული დოკუმენტი წაშალოთ. სხვა შემთხვევაში არ იშლება. სხვა შემთხვევაში უკვე შედეგებში უნდა მივწეროთ, რომ არასწორად არის გამოგზავნილი წერილი. გამოდიხარ ჩვეულებრივად გასვლის ღილაკით. აი ეს არის სულ. ნახოთ ახლა ეს ჩვენ